მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Top News სოლიდარობა მზია მაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქციის 65 დღე ახალციხეში. მოქალაქეები ტრადიციულ დროს, ტრადიციულ ადგილზე დღესაც შეიკრიბნენ. მზია მაღლობელისა და სინდისის ყველა პატიმრის განთავისუფლების და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლამდე წყვეტ და თბილისსა და რეგიონებში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სიუჟეტში ნახავთ თუ რას ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტო უდეში განვითარებულ მეწყერთან დაკავშირებით. უდეში მეწყრულ ზონაში 75 საკარმი და მონაკვეთი და საცხოვრებელი სახლი შეისწავლეს. 45 ოჯახი განსახლებას ექვემდებარებოდა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო გვაწვდის მას შემდეგ, რაც უწყებისგან მონაცემების საჯარო წესით გამოვითხოვეთ. უწყების ინფორმაციით მათ ტერიტორია გასულ წელს შეისწავლეს. მათივე დასკვნის თანახმად 75 ოჯახიდან 30-ის სახლები გამაგრებას დაექვემდებარა. როგორც საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, 45 ოჯახს შორის ეგრეთ წოდებულ პირდაპირების დასახლებაში მცხოვრებთაგან მხოლოდ 16-ია, დანარჩენები მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლები არიან. ეგრეთ წოდებული პირდაპირები არის ტერიტორია, სადაც მეწყერი თავდაპირველად განვითარდა და ჩვენმა რედაქციამ მისი შედეგების შესახებ რამდენჯერმე მოგითხროთ. უზრუნველყო თუ არა მერიამ ყველა ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. მუნიციპალური ორგანოდან ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია. გარემოს ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ იმ 30 სახლზე, რომელიც გამაგრებას საჭიროებს, გაცემულია შემდეგი რეკომენდაციები: ზედაპირული და გრუნტის წყლების ნაკადების რეგულირება, სადრენაჟო სისტემების მოწყობა, სახლების საძირკველების და მზიდი კედლების აღდგენა გამაგრება, საძირკველების გარშემო ჰიდროსაიზოლაციო საფარის დაგება და სხვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული წერილის მიხედვით, უდეში მეწყრული პროცესები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში ფიქსირდებოდა. ამავე წყაროს ცნობით 2014 წლიდან ადიგენის მერიის მიმართვის საფუძველზე სააგენტო ეტაპობრივად ამზადებს საკარმი და მონაკვეთების და საცხოვრებელი სახლების ვიზუალურ საინჟინრო გეოლოგიურ შეფასებას, რის საფუძველზეც მზადდება შესაბამისი დასკვნები, პრევენციული ღონისძიებების მითითებით. რა პრევენციულ ზომებზეა საუბარი? რა ზომები მიიღო სახელმწიფომ მეწყრის დამაზიანებელი ზეგავლენის თავიდან აცილებისთვის? ამის გასარკვევად უწყებიდან საჯარო ინფორმაცია დამატებით კიდევ გამოვითხოვეთ. როგორ შეიძლება მეწყრული პროცესების მართვა? ვკითხეთ არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების ხელმძღვანელს ნინო ჩხობაძეს. მიწა ფაქტიურად იხსნება და საკმაოდ მოძრავი ქანებია. ეხლა თითოეულობაზე შეიძლება უფრო მეტად გააქტიურდეს, იმიტომ რომ ამის საფრთხე ნამდვილად არის. მე უბრალოდ ძალიან ვშიშობ, რომ ამ ფონზე კლიმატის ცვლილების და თუ ძალიან სწრაფი ტემპერატურის აწევა მოხდა, შეიძლება არა მარტო ის დაფიქსირებული ზონა იყოს, არამედ ცოტა მეტი შეიძლება უფრო მასშტაბური გახდეს და დაცურება ნიადაგის და მეწყრული პროცესი უფრო გააქტიურდეს. ეს საფრთხე ნამდვილად არსებობს, მაგრამ წინასწარ ამას ვერ ვამბობთ. უბრალოდ ძალიან ფრთხილად, მაქსიმალურად, სადაც კი უკვე გასახლება უნდა მომხდარიყო, უნდა გააქტიურდნენ და უნდა გადაიყვანონ ხალხი, იმიტომ რომ რამე მსხვერპლი არ მოყვეს. ძალიან რთული პროცესია მეწყერის შეჩერება, თუმცა არსებობს მეთოდოლოგიები, რომელიც შეიძლება თვითონ მოსახლეობამაც გამოიყენოს, ანუ ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვაცილოთ წყალი და ტერასირება კიდე რაღაცნაირად შველის ამ პროცესებს. ჩვენ ასევე გვაინტერესებდა გაიცა თუ არა და რის საფუძველზე უდეში მეწყრულ ზონაში განეშენიანების ნებართვები. გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია მათ კომპეტენციას სცდება. ინფორმაციის მიღებას ველოდებით ადიგენის მერიიდან. რა ხდება უდეში მეწყრულ ზონაში? ვრცელი მასალა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე TokTV-ში.
ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის იწვევთ ჩვენს ვებგვერდს doc.tv/g და Facebook გვერდს doc.tv. გმადლობთ რომ გიყურებთ. ხვალამდე.